სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 36 წლის აღსანიშნავად საზეიმო მიღება რესტორან ფუნიკულიორში გაიმართა. საქართველოს ეკლესიის საჭადმყრობელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეუღლესთან ერთად მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მღვდელმთავრებმა და სხვა სასულიერო პირებმა, კულტურისა და ხელოვნების სფეროს, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა პირადად მიულოცეს. მართლაც პასდაუდებელია თქვენი თავდადებული მოღვაწეობა, რომელსაც ეწევით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის სულიერების გადარჩენის, გამტკიცებისა და ამაღლებისათვის. მართლაც თქვენი თავდაუზოგავი, მე ვიტყოდი, შრომით, თქვენი დაუღალავი შრომით, თქვენი აღსაყდრების დღიდან დღემდე და თქვენი ლოცვით აღსდგა, განახდა და აშენდა მრავალი ეკლესია მონასტერი. ასეთი აღშენებლობის ისტორია, ასეთი აღშენებლობის ეპოქა არ ახსოვს ჩვენს ისტორიას. მართლაც თქვენი სიბრძნით გაჯერებული ქადაგება. სიყვარულის, მოღვაწის სიყვარულის, სამშობლოს სიყვარულის, გასმოყვარეობის, სიკეთის, განათლებისაკენ მოწოდება, ეს არის, მე ვიტყოდი, ის გზამკვლევი, რომელიც ასე საჭირო არის ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ერისთვის. მე გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გისურვებთ, რომ კიდევ უფრო მხნედ გააგრძელოთ მოღვაწეობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის საგათილდღეოდ. მე მინდა მივულოცო უწმინდეს, რომ მერთა ძალა მისცა ამდენი წლის მანძილზე ამ განსაცდელების არა მარტო გაძლება, არამედ მთელი ერის ტვირთის მზიდვა, ნუგეშად ერისა და გამოხნეებლად, მშვიდობის დამოყარებლად და დასამშვიდებლად იმ ნებათა ღირსებას იყო ამ ქვეყანაზე. მინდა კიდევ ერთხელ მიულოცა უწმინდეს და უსურვო მრავალჟამიერი მისი ეგრძელობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა. განუზომელია მისი უწმინდესობის როლი საქართველოს თანამედროვე და ალბათ არა მარტო თანამედროვე ისტორიაში, ამას მომავალი შეაფასებს. რაც მან გააკეთა არა მხოლოდ სასულიერო სფეროში, ზოგადად ქვეყნის თავისუფლებისთვის, საერო და სასულიერო ცხოვრებაში ორივეში მიუძღვის თანაბრად დიდი წვლილი და თავისი ერთად დიდხანს აცოცხლოს და დიდხანს მისი ლოცვით კიდე ჩვენი ქვეყანა ყოფილიყოს გაძლიერებული.